დილამშვიდობის. ახლა გახლავთ დილის 7:20 წუთი. დავლევთ ყავა. რატო? გადავწყვიტე, რომ წამომხტარიყავი ასე ადრე ვერ გეტყვით და ეს როგორ ვაპატიო საკუთარ თავს. ანუ ამ ჩოკემ ძალიან დამოყვა ხო? ეხლა თავიანო დავიყენო. მაღვიძარას დავასწარი ადგომა. თან ძალიან დავასწარი. წყალი წავიღეთ. უკვე აბაზანაშიც ვიყავი. მანამდე წყალიც დავლიან, უფრო ადრე წავდექი რა. მარიბოს ძინოს კობა არ არის სახლში, შესაბამისად ტლიკინის დრო არის რამდენიმე წუთით, სანამ ჩაცმა დახურვაზე გადავალ. ისეთი წამოხდი გოგოება. ისეთი წამოხდი გოგონება თვითფრინავმა გამასწრო. შავად კვირასაც გოგოება ზუსტად ამ დროს მეღვიძება და მე ვცდილობ ხოლმე რომ შეიბრუნო ძილი. ამ დროს მეღვიძება. უკვე გამოიმუშავა ორგანიზმი. მინდა. აგვიტუხდა ყავა, აგვიტუხდა. ისე ვარ, რომ არაფრის წასვლის თავიც კი არ მაქვს, ჯერ შემოვყავეს აფრთხილო. სავსე ჭიქებით აღარ ვსვამ ყავას. შევუცირე. დღეში მივირთმევ დაახლოებით 2 ჯერ გოგოება, მაგრამ არა სავსეს. ბოლომდე რომ ვსვამდი და აღარ მყოფნიდა და ასე შემდეგი გადავწყვიტე, რომ ცოტა შევამცირე, იმიტომ რომ ამდენი ყავა მომკლავს. დილით გოგოებო არ მიყვარს ქალსი. ძალიან ხახმრავლობა და რაღაც დილით არ მიყვარს, იმიტომ რომ დილა არის ის დრო, როცა რაღაცნაირად ჩემ თავს ვუთმობ ხოლმე დროს და თუნდაც ის 10 წუთი მინდა ხოლმე სიმშვიდეში, სიწყნარეში მივირთვა ყავა და რა ვიცი გავაკეთო რაც მინდა ყოველ შემთხვევაში. როცა მარტო ვართ მე და ბავშვი, ეს უფრო გამომდის იმ მხრივ, რომ საუბარი შემიძლია, ვლოგის შეწერა შემიძლია, თუნდაც ვიდეოს გადაღება შემიძლია მაგალითად, მაგრამ ახლა როცა თქვათ კობა სახლშია და ზინავს, ახლა გავმართავ რა ქვია ტაშფანდურს. მაგრამ ზოგადად თუ სახლშია ხოლმე უბრალოდ ყავას მივირთმევ, ვსქროლავ და ამისათვის 10 წუთი ყოველთვის გადანახული მაქვს ხოლმე როგორც წესი. არ არსებობს გოგოებო 10 წუთი ამისათვის არ გადავდო. თან რაღაცა სახეს ვიტენიანებ, თან და ის 10 წუთი რაღაცნაირად უნდა გამოვყოთ ხოლმე, იმიტომ რომ არ მიყვარს და ვერ ვიტან რა ასიცით მეტროებში რომ ამთქნარებენ. ალერგია მაქვს. მეტროში მეც დამემთქნარებია ხალხო, მაგრამ რომ ზინავთ და იფშვნეტე სახეს და ისე მაღიზიანებს, რომ არ ვიცი, ადეგი შვილო. გამოფხიზლდი, დაიბანე პირი ნორმალურად, ნახევრად დაუბანელი და რაღაც გადაშტერებული სახით რო ვარდები მეტროში, ამთქნარება არც ხელს იფარებ,
რაღაცა იგძინავს, მიგდებული ხარ, ისე ცუდი დასანახია, ხალხო, რომ ჩემთვის ძალიან ცუდი დასანახია. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე, რომ თავი გამოვიფხიზლო. დამთქნარებით ხან ახლა შუა დღესაც მომთქნარებს, მაგრამ აი უძილობისაგან რო ხარ ქათიშული და აი ეგ მომენტი რა ვიცი, მე არც მახსოვს ალბათ იშვიათად, რომ აი რაღაცა მიგდებული ყოფილიყავი რა. ნუ მეტროში მით უმეტეს ძალიან ვაკონტროლებ ხოლმე თავს, იმიტომ რომ ეხლა ამდენი ადამიანი გიყურებს ის და შენ მოდი და ეხლა აღეპირი და ამთქნარი 3 საათი. ამასობაში 7:15 უკვე გოგოებო. ამ დროს მქონდა წესით მაღვიძარა და ენერგიული. იდეაში რისაც წუწეს ვასწრებდი, რომ დამეყენებინა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ კომფორტა ვარ და მინდოდა რომ ცოტა მეტი დრო გამომეყო ჩემი თავისათვის. გოგოები მწერენ, რომ ბლოგები რო იდებაო თითქმის ყოველ დღე ამ ბოლო პერიოდში, ამ ერთი კვირის რა 5 დღის მანძილზე, რაღაცა ისე აეწყო, რომ თითქოს ყოველ დღე ვდებ, ან დღე გამოშვებით ძალიან აქტიურად ვდებ. ხომშვიდობა მოიცალე იმის ხარჯზე, რომ საყურეებს ვეღარ ვაკეთებ აქტიურად ეს დღეები, კი არა და კვირა, იმიტომ რომ წებო ვერ ვიშოვე. თვის ბოლოს იქნება და წებო იქნება თუ არა, მე ისევ გავაგრძელებ საყურებს. ამიტომ ერთ ორ შეკვეთაზე უარი ვთქვი. სამწუხაროდ. არა უშავს. გუშინ რომელი იყო საათი? რაღაცა 12:09 მეძინა. მე გამომეყვიდა. იყო პირველი ნახევარი. როცა მარტო ვარ ხოლმე გოგოებო, რაღაცნაირი ცოტა შფოთვა მაქვს ხოლმე რა. დაიცინი ადრია, ჩემო სიცოცხლედე. მარიკოდე, ცოტა ხანი დაიცინი, ჩემო მამაზო, ადრია 15 წუთი გეცინოს კიდე. რაღაცნაირი სუსხია კან. მე მეკოე დღეს სამშაბათია. რაც იმას ნიშნავს, რომ მორიგი ახარო ვარ. მიყვარს ხოლმე კობარო სახში და ერთად ვსვამ ტყავას, მაგრამ აი ნერვები მეშლება, ერთ ყობს მოსვავს და მე გავა და გარეთ სვამს და თან ეწევა, ანუ რა და ითვლება, რომ ერთად ვსვამ ტყავას და ნერვები ისე მეშლება ხოლმე. მე თუ აღარ მოგიდუღებ შემდგომ. თეც მოიდუღე მე. სუმატოსო, მაინც დაბდოს ერთად ვსვამ ტყავას. ბელოდება ყავასე. ხოთა დაროს. რა არის ხალხოცოლქრობა ხო? როგორ იცის მიჩვევა ადამიანმა ზოგადად. ერთი დღე რო არ არის სახლში, დანაკლისი მაქვს ხოლმე. რაღაცა სიჩუმია, სიცარიელი ეგეთი შეგრძნება. დაურეკე ჩამოდი. ძალიან თქვია. წავით
მასსა. აი ვიდედა. აი მე ჩემი შეუცვლელი ფუნჯი, რომელიც ჩემს ერთად გაიზარდა და რა გახდა ფუნჯის ყიდვა ვერ კიტყვით, მაგრამ არ მინდა ეს მისა. გადავედი ამ რექსონაზე, გოგოებო, იმიტომ რომ ეს ვეღარ ვიშოვე. რექსონას ექს დაახლოებით 3 აფთიაქში ვიყავი. მოვიარე ნახალოგის ნახევარი და ის სექსროეძეროს ვერ ვნახე და იზოლებული გავხდი, ბოლო აი ეს ამეღო ჩუმად ხმოსავდი და მეჯერობელია კარგი სუნი. ნუ სხვა გზა არ მქონდა. გადავიდეთ. აი მე როგორ ცხელა. რა მჭირს ხო არ იცით, ასე რატომ ცხელა. დავიჯერო კლიმაქსიმა. უკვე. თუმცა რა თქმა უნდა არაფერი არ არის გამორიცხული. აი, დავიტანოთ ამასობაში საათი რომელი 7. დილა მშვიდობის და ბატონო სიყვარულო. დღეს რომელი დღე არის? სამშაბათი, ჩემო სიცოცხლე და დღეს ბალეტი გაქვთ საყვარელო? ამას ხა ცოტა ხანი დავანებოთ, თავი გადავიდეთ მეორეზე. აქ ცოტა მისვიაში კარად და გადმოვინაწილოთ აქეთ. გავასწოროთ. გადაწეული მომენტ. ასე ცოტა ჩამოვიდეთ ქვემოთ. აი ეს. ცოტა შორის აი აქ შეგვიძლია წავისვათ ცოტა ხრიჭოებს ფარავს ცოტა შორის. აქ ახლა მუქათარი გული არ გაგისკდეთ გადავაესწრო ისიც სანამ გავალ, როგორც ყოველთვის არის ხოლმე შესწორების ეტაპი. აქეთ ცოტა ნაკლებია. ამიტომ ოდნავ უნდა დავიტანოთ, რომ გავადანაბროთ. მე და მაკიაჟი.
ისე ვიტყაპუნებ სახეზე, გეგონა მატყლს ვერტყავთ. სუმაკად მოუდები ამყოლმე. ჩემი გამოვწერები, რომ ძალიან უიტყაპუნებოდა. ოტიშ. აი ეს. ბატონო. მე ჩემი ბატონი გათხოვა. დიდი მადლობა. კარგი, რა შეეხება? აი, ასე ქვია. გოგო, რაღაცა ტინტია. შავი ფანქარი მინდა, მაგრამ მოდი არ გავგიჟდეთ, არ მინდა. ნერვი არ მაქვს. რაღაცა ტინტია, რომელსაც მე ვიყენებ ტურცად სამბოლო დროს ვავიკვიეტე, ზუსტად ეგეთი ფერია დაახლოებით. მე რო ტურცაცხი მისვია ხოლმე და მისე და საფრთხე. ხო, მოდი ამიტომ ეს გავიკეთოთ მაინც დღესაც ბარემ გავიკეთოთ ეს. აქვე მიდევს და არ მახსოვს ხალხო რა ის არის, რა ქვია. ვერახაც ვერაფრით გავიხსენე რა მოკლედ და ჩემი სიყვარული. ვიღაცას ესვა, ხო და რა ვერ გავიხსენე. ეს ყოფილა ადამიანი. ეს ყოფილა ნამდვილი ადამიანი, ეს ქალბატონი, რომელზეც ვგიჟდები ისე მომწონს და ვთვლი რომ ყველა ქალის ოჯახში უნდა იყოს აი ეს სილამაზე, იმიტომ რომ ერთად ჩამოკიდებ და დასრულდება. ვაიმე მიშველეთ. კინაღამ დავიმხე თავზე. გუშინ დამავიწყდა გოგოებო ამის გაკეთება, ვაიმე სად არის? და რაღაცა დანაკლისი მქონდა ხელი რომ დავიდე. ხო და მოდი დღეს გავიკეთოთ. აი ეს. აუცილებლად გავიკეთოთ საათი. ეხლა ჩვენ არ გავუდილაოთ, აქ როგორც უნდა იტყოდა და არ დამოგვიარდეს. იმიტომ რომ ბავშვის აყენება ჩაცმა ისა, ჰაი ჰუი. მამის შეკურა, რაღაცა ესაყური აღარ მომწონს ახლა ერთი წუთით. მოდი, დიდი მადლობა, მოდი. ეხლა არ ვიწვალოთ, აიმედ არ ვიკუნწიალოთ დღეს. ეს შევინახოთ ერთი წუთით და გავიკეთოთ აი ეს. ვერცხლის საყურე. ბარემ ისედაც ვერცხლი ვიკეთია. იმაზე ყელზე და აქაც გავიკეთოთ ბარემ. როგორ გეძინა სიყვარულო დე? დედი, როგორ გეძინა დე? კარგად. მე შემოსიცოცხლე დე. კარგი, ჩვენი პალიტრა გადმოვიღოთ. ეკუთალებიშა? მე სიყვარულო კიდე. და დავიტანოთ ტრადიციული ფერი. როგორ მწუს ეს აბადუკი? დავაკუთა. დავიტანოთ, მაგრამ არა შემახუნებლად. შენ გაჩუქე ჩემი აბადუკი. მადლობა დედიკო. უღრმესი მადლობა. ასე კიდე დავიტანოთ, არ ეყოფა. არა არ ყოფნის, ცოტა კიდე შევაპრიალოთ. საკმარისი. საკმარისია. დრო არის გოგოებო, რომ ფუნჯებზე გადავიდე. ოღონდ ვერ ვიყენებ კაცო ამ ფუნჯებს მოვკალი თუ კიდათ, მაგრამ აღარ არის დრო, რომ გადავიდე და ვისწავლო. ანუ ხელით რომ ვისვამ, ასე ვერ ვისვამ ფუნჯებით. არა და ანუ ფუნჯით კიდე სხვა ამბავია რა. რა ვიცი, რა გითხრათ. ეხლა აი აქ გავათანაბროთ ჩვენ, იმიტომ რომ ისა გვაქვს რა ქვია. რაღაცა გადახლეწილად მიჩანს ეს ადგილი და რატო არ ვიცი, ვერ გავიგე. აი ასე, всё. შვენია. ამასობაში მოვიდა დრო. ეს იქნება დილის ვლოგი. ეკუთი პლაშია. ეს კონკრეტული რუმიანაა დედი, იმიტომ რომ მე ისე და წითელი ლოყები მაქვს და კიდე ბლაში მინდა შვილო.
რადგან მე ისედაც ხაშ-ხაშა ვარ გოგოებო, ამიტომ დიდად საათი რომელი ბლაშს არ ვიყენებ, იმიტომ რომ ისედაც წითელი ლოყები მაქვს. ალაგ-ალაგ. ამიტომ დიდ რა ლამაზი. რა მენაღლება ვიტყვი რა ვერ ვიტყვი თუ? ვერ ვიტყვი თუ? დედაენა წამერთმევა ახლა თუ რა ხდება? ой, მე დედა გვერდულად მომნატრებია. იუჰუ. კარგი. ახლა ჩვენ გვინდა გოგოებო თუ ვიპოვე მიშველეთ კი შევიშროთ იმდენი ხანია უკვე რომ ასე მაგ ცოტა თმა და ადექი სიყვარული გაიხადე ეგ რა ადექი ჩაგაცა უნდა რომ ხალხმაზე ყვირიშ. არადე. ქვემოდე. კაი. უკან არ დავეძებ უნდა შევიკრა სველია თუ არა მაგას მნიშვნელობა არ აქვს თავრე წინ გავიშრე. კი საყვარელო ჩავაცმევ და მოხვალ. აქვე ქალა თავი მოიწესრიგე რომ დამიწერეთ და მერე რომ კარგად მიმალანძღეთ და მერე რომ უიცუდად ხო არ გამოგივიდათ და მერე რომ წაშალეთ ჩემო კარგო. წავიკითხე. მოწესრიგებული ვარ არ ინერვიულოთ. თქვენთვის მოწესრიგება არის წონაში დაკლება და მე მაპატიეთ. არავინ არ გთხოვთ ხახაში შემომახტეთ. თუ არ გინდათ მომიყურებთ. ძალიან მარტივი ამბავია. წონით ადამიანის განსაზღვრა არის ყველაზე სუმდაბლობა ხო და თქვენ ხართ სუმდაბალი ადამიანი. გავაგრძელოთ დილა. აქვე როცა კომენტარს შლი, ბევრად სულელი გამოდიხარ კიდევ იმაზე, ვიდრე მგონია რომ ხარ. შენი სიტყვის პასუხისმგებელი უნდა იყო ადამიანი. იმდენი ადამიანი მლაძღავს ხალხო უკვე იონანასავით მოქვს, მაგრამ არ წაშალო რა. არ წაშალო. იყოს. რატოში შვილო? თმა გვერდულად რო არ მიჩვეული, ავტომატურად გაიქცა. დავაბრუნოთ შუისაკენ და არ გამომადგა გოგოებო. მიუხედავთ იმისა, რომ ვაქებ, იმიტომ რომ ცუდი არ არის, მართლა არ გამომადგა, ასეთი მქონდა. ოღონდ ნახეთ, აი ეს, მოიცა გავხსნა, ეს არ იყო ასეთი ფერი, უფრო ღია იყო. იყო ფანტასტიკური, ერთ რო ჩამოვისვამდი, მეტი აღარ უნდოდა. ეს სამწუხაროდ არ ადგას მოუწოდების სიმაღლეზე და არ მომწონს, იმიტომ რომ გაისწორდა ისე ფორმას კარგავს და იმით რომ ვისწორებდი, მქონდა და მქონდა მთელი დღე. ამიტომ ეს აშკარად არ ვარგა სამწუხაროდ, მაგრამ არ არის ცუდი. ვისაც ხა ჩემნაირი ჯიშოთ მაგაქვთ, არ გიშევთ, მაგრამ ვისაც ოდნავ სისწორისკენ გაქვთ, იმათვის იქნება იდეალური. ცუდი არ არის, უბრალოდ მე მაქვს ასეთი თმა. თუმცა უკეთესი მინდა რომ ვიყიდო და ვაიმე დედა რამდენი მაქვს სახში ნეტა იცოდეთ. ხმას ვეღარ ვიღებ, კიდე მინდა. ხო და რა ვიცი, აბა. კი მირჩიეს კერატინია წერიაო და იქნება ეგ ვიყიდო. ოღონდ მომწერეთ გოგოებო რა სად იყიდება, იმიტომ რომ რა ვიცი, აბა ვეღარ გავიგე. გავყოთ შუაზე. ჯერ ავწიოთ ნახლა. ხო და ძალიან მაღელობს ეგ საკითხი, რომ ნუ აი ვერ მივაკვლიე ისეთ გასასწორებელს, რომ ვიყო ბედნიერი, ვერ მივაკვლიე ხალხო. ეგეთი არ მინახავს არაფერი და ნერვები აღარა მაქვს რაღაც უხარისხო რაღაცების ყიდვაში რა. ანუ ფულს ხარჯავ და არ ვარ ბედნიერი. დაახლოებით. ყველა მიწერს კომენტარში რომ წამოიღეო, მომაქვს გოგოებო. თქვენ გონიათ მე არ მომაქვს, მაგრამ აწუში ვნახავთ სად მიდის. ატიტუდი რა გინდა დაახლოებით გაჩვენებთ. როგორ ეიფერზე დგას მერე მაინც თმა. ანუ ნახეთ გოგოებო, რასაც ვერ ვიტან, ხედავთ ალბათ ხო? აკვირდებით ხო რა დღეში ვარ. ანუ აი ამ გაყოფილს ვერ ვიგებ რატო?
მეჯავრებით რო იყოფი მეჯავრები ისე მიღებს თმის იმას რომ იდეაში გოგოებო მე ვარ წიკიანი თუ იყოს მაგრამ რატო ანუ არ მომწონს ეგრე ძალიან არ მომწონს თან და არ არის ვიზუალურად ლამაზი კაი ეს ასე გავაკეთეთ რამდენი წიკი მაგრამ ერთ როგორ ვიტანს ქმარი ძალიან მოვისაწყლე თავი ჩემი აზრით მაგრამ კაი ეხლა ვაიმე დედაქრანაირად მოგმიშველეთ ეს ძალიან მეტი პუწი აქედან მოვაშოროთ თლად ასე დავარცხნაც არ იყო ახლა გვანც საჭირო წეღა როგორც ქონდა ეგრე უკეთესი იყო კაი ახლა აქედან ეს გადავიტანოთ ასე დაბლიდან შევკეცოთ თმა მაგრამ ახლა მე რომ აი მკუნწიალას ვერავიტან ალბათ თქვენ საცნობიერებთ რომ უკვე ნერვებმა სადღაც ამასხა კაი ახლა ეს ასე არ დადგება სამწუხაროდ წყდება ძალიან გული იმაზე რომ სხვას მოწონს და მე არა და ნერვები მეშლება თან გოგოებო რატო ამოწონს აი სიმართლეს გეტყვით რა თხელი თმა და იპუწება გესმით მაგრამ ის რომ შუაზე გაყოფილი უფრო მიხდება ხო მგონი ვთანხმდებით კაი ეხლა აქედან ავწიოთ ცოტა დედა ურთქliwoდის თავზე რამდენზე მაქვს ნეტა აწეული თმა რო დავწვი მიშველეთ აი მე 220-ზე მქონია ხალხო მეთქი ურთქლი თავი და რატო ამივიდა აი ეს გაყოფას რა ვუშველო ეგეც მითხარით ყველაფერზე რომ მეუბნებით ასე ქენიო რა ვუშველო თორე ჰა თქვენ გონიათ ახლა ისა რა ქვია მე არ მინდა რომ კარგად გამოვიყურებოდე რა უკნა აი მე გაყოფილებს რა უკნა ხო აქეთ ბევრი თმა აქეთ ცოტა სხვა გზა არ არის ასე დგას ასე დგება უფრო სწორად ასე უშემეშვი რა გვანცა შენი ნერვი უბრალოდ აღარ აი აი ნახეთ ანუ რამას რა ვუყო ეგეც მითხარით მეც და რა ვუყო ამას რა ვუყო საათი რომელია დედამიშველეთ ვის ნახევრია უკვე ჩემი შეუცვლელი ეხლა მთავარი ხახაში არ შევისხადე მეტი არაფერი აღარ მინდა ამას რატომ ისხამ გეტყვით რომ ორ წამში არ დამეშალოს სამუდამოდ მაგრამ მე ამას ხელით ვიშორებ და არ ხმება ანუ არ უნდა გახმეს არც ერთ ვარიანტში გამხმარი არ მინდა თორე ჩოლკაა და გამხმარი ჩოლკა არ მინდა ხო რა გვინდა მარიკო მკვლები გამოიხეხა თავი მოვიწესრიგეთ ჩავაცვი ბოლო ეტაპი სიყვარულო შევხედეთ უკან მოტრიალდი ერთი როგორ გამოიყურები უკან სიყვარული ხარ გამომიგზავნე ერთი შენი ლამაზი ხელები და ტუჩებით კოცნა მიყვარხარ და ჩოლკა გაეზარდა იმამდე აქ მუხლამდე